გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 11-ზე, მე კეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში, რა შეადანაშაულებს სააკაშვილი მელიას და როგორია პასუხი. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ხეტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ერთ საათში პარლამენტში განათლების მინისტრის ინტერპელაცია დაიწყება. გივი მიქანაძეს გახარიას პარტიამ 44 შეკითხვა გაუგზავნა. შეკითხვები ძირითადად განათლების რეფორმას ეხება. მარიამ ბუღაძე გვერდდება პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში. ორმოცდაოთხი კითხვა, რომელიც გახარიას პარტიამ განათლების მინისტრს გაუგზავნა, ქართულ ოცნებაში უკვე ფასდება როგორც მიზანმიმართული თავდასხმა ისტორიულ რეფორმაზე. რეფორმაზე, რომელიც ითვალისწინებს, რომ განათლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტებისთვის უფასო გახდება, ასევე უზრუნველყოფს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში უმაღლესი განათლება ყველასთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. ცვლილებებმა საკომიტეტო მოსმენები უკვე გაიარა, კანონმდებლებს ასევე ჰქონდათ საშუალება, რომ სამი მოსმენით პლენარულ სხდომაზე დეტალურად გაევლოთ ყველაფერი და ამ ფონზე გახარიას გუნდმა მოამზადა ისევ კითხვები, რომელიც უკავშირდება განათლების რეფორმის დაფინანსებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, საკადრო ცვლილებებს. სწორედ ამიტომ ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ეს კითხვები შინაარსის არასათანადო გააზრებაზე მიუთითებს. ასევე ითქვა, რომ გახარიას გუნდის მხრიდან არც კომიტეტზე და არც პლენარულ სხდომაზე კვლევაზე დაფუძნებული შენიშვნები არ მოусმენიათ. ბუნებრივია, ჩვენ მქონდა დღეს მცდელობა, რომ კითხვების ავტორებს გავსაუბრებოდით, თუმცა გახარიას გუნდმა ჩვენთან ცალკე ინტერვიუზე უარი განაცხადა. ყველაფერი ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე არის თქმული, უკვე არის საზოგადოებისთვის გადაცემული ინფორმაცია და ვინ და პარლამენტის წევრებმა მით უმეტეს იმ ადამიანებმა, ვინც პროფილური კომიტეტის, განათლების კომიტეტის წევრები არიან, იცოდნენ კარგად თუ რას ეხება განათლების რეფორმა და ის, რაც ინტერპელაციის წესით გაგზავნილი კითხვებიდან ჩვენ ამოვიკითხეთ და ვნახეთ, არის ერთადერთი რამ პროვოკაციულად ყოველგვარი საფუძვლის გარეშე პოპულისტურად გახარიებს უნდა საკუთარი თავი წარმოაჩინონ და საზოგადოებას დაანახონ როგორც რაღაც გამორჩეული გულშემატკივარი ამ მოცემულობის და არადა აბსოლუტურად საწინააღმდეგოსთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვარ დარწმუნებული, რომ განათლების მინისტრი ამ უმწურო პასუხს გაცემს ყველა კითხვას. განათლების მინისტრის ინტერპელაცია 12 საათზე დაიწყება. როგორც მოვისმინეთ, რეფორმასთან დაკავშირებით ყველა დეტალი საჯაროდაც ცნობილია, თუმცა დღეს გივი მიქანაძე საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ყველა დეტალს განმარტავს. პარლამენტიდან მარიამ ბუღაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 ადამიანი დააკავა. უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს ქალაქ გორში ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა. უმოკლეს ვადაში ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებათა საფუძველზე ბრალდებულები 28 მაისს დააკავეს. მათ ბრალდება კანონით განსაზღვრულ ვადაში სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მესამე ნაწილის ბ-ქვე პუნქტით. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით წარადგინებად, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის პროკურატურა ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას აკრიტიკებს და იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით მის გათავისუფლებას ეხებოდა. სააკაშვილის ამ სტატუსს მელია ჯერ არ გამოხმაურებია, მელიას თანაგუნდელმა კი ნაციონალური მოძრაობის ლიდერს მაუხრებელი გზირი უწოდა. მელიას შეცდომა ის იყო, რომ მან გუშინდელ აქციაზე ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო.
არადა თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე. მაოხრებელი გზირი. ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო წერა მელიამ აქცია დაშალა, ვისაც მთელი ღამე თბილად და მშვიდად ეძინა. ეგონება მელიას ეს ხალხი მოკლე ჯაჭვით ყავდა დაბმული და იმ ღამეს აუშვა რომ წასულიყვნენ. მოკლედ ამ კაცის გამოსწორება არ იქნება და რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ ასეც ისულელეს იზამ. რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა 42 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი სოფელ ხელეთში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დაასაწყობა, ხოლო შემდეგ პირად მფლობელობაში არსებული მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ცდილობდა ტრანსპორტირებას. ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ, ვიყენებთ ტექნიკურ საშუალებებსაც, მაგალითად ფოტოხაფანგებს, დრონებს და სხვა. ჩვენი ამოცანაა, რომ სამართალდარღვევის ფაქტები მინიმუმდე დავიყვანოთ. ნებისმიერი გამოვლენილი კანონდარღვევის მიმართ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი სანქციები. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს. დავით გარეჯის მამათა მონასტერში კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე პარაკლეს დღის მეორე ნახევარში აღავლენს, ამ წუთებში კი იქ წირვა აღევლინება. ყოველ წელს ჩამოვდივართ ხოლმე და ვესწრებით წირვას, ნამდვილად ბედნიერი და ღირსეული დღესასწაულია. ვლოცავთ პირველ რიგში დავით გარეჯობას, დავით გარეჯელის ძალადამალი ფარადეს სრულიად საქართველოს პატარებთან ერთად ლოცავს ვესწრებით, რა თქმა უნდა. ახლა კი უცხოეთის ახალი ამბები. ამერიკელმა სამხედროებმა ირანის უპილოტო საფრენი აპარატების ბაზა დაბომბეს, რომელიც მათი თქმით ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ნაოსნობას და ამერიკულ ძალებს უქმნიდა საფრთხეს. გავრცელებული ინფორმაციით ამერიკელებმა ჯერ 4 ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, შემდეგ კი საპორტო ქალაქ ბანდარ-აბასში მდებარე სახმელეთო ბაზაზე მიიტანეს იერიში. დონალდ ტრამპი ირანის გამდიდრებული ურანის რუსეთის ან ჩინეთისთვის გადაცემას მხარს არ უჭერს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ის ირანისთვის არც სანქციების შემსუფუნებას და გაყინული აქტივების გადაცემას განიხილავს. ჩემთვის ურანის ჩინეთის ან რუსეთისთვის გადაცემა მისაღები არ არის. ჩვენ ეს არ გვსურს. რაც შეეხება გაყინულ აქტივებს, თანხაზე კონტროლს ჩვენ შევინარჩუნებთ, ხოლო როდესაც სათანადოდ მოიქცევიან, მაშინ დაუბრუნებთ. ახლა კი ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. შეერთებული შტატებისა და ისრაელის მასირებული დარტყმების მიუხედავად ირანი შესაძლოა ჯერ კიდევ ფლობდეს გარკვეული რაოდენობის რაკეტებს. ამის შესახებ ამერიკის ომის მინისტრმა განაცხადა. პიტ ჰექსეტის თქმით, ირანს სავარაუდოდ რაკეტების გარკვეული რაოდენობა დარჩა, თუმცა ახალი რაკეტების წარმოება აღარ შეუძლია. მათ შეიძლება კონდეთ რაკეტები, მაგრამ ახლა მეტი წარმოება არ შეუძლიათ. ისინი ასევე ვეღარ ააშენებენ გემებს, ამიტომაც მოვიდნენ დანებებისთვის და მოლაპარაკებები დაიწყეს. პარტია სუვერენული ერების ევროპა, რომლის წევრიც არის ალტერნატივა გერმანიისთვის, შესაძლოა კანონგარეშედ გამოცხადდეს ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო. ინფორმაციას პოლიტიკო ავრცელებს. გამოცემის ცნობით სამეთვალყურეო ორგანომ, რომელიც ევროპულ პოლიტიკურ პარტიებს ზედამხედველობს, 4 შაბათს აამოქმედა პროცედურა, რომლის შედეგადაც სუვერენული ერების ევროპას შესაძლოა ჩამოერთვას პოლიტიკური პარტიის სტატუსი და დაკარგოს დაფინანსება. მარეგულირებელმა სააგენტომ განმარტა, რომ აღმოაჩინა მტკიცებულებები, რომლებიც ეჭქვეშ აყენებს პარტიის შესაბამისობას ევროკავშირის ღირებულებებთან. ქრონიკა 11-ზე დასრულებულია, ეთერში 14 საათზე დავბრუნდებით. დროებით.